ციხეში წამება და ბიზნესის რეკეტი დანაშაულები ყოფილი მაღალჩინოსნების ჩართულობით როგორ დაათმობინეს ბესიკ ხარძიანს კუსტბის წილები. უმცროსი ხარძიანის უმძიმესი ნაამბობი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე მოვისმინეთ. ადეიშვილი დათა ახალაია გია უდესიანი, რომელსაც ხარძიანის ოჯახი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობაშიც სდებს ბრალს. სხდომაზე კონკრეტული პირები და კონკრეტული ფაქტები დასახელდა. სოფო ბერიძია პირდაპირ ეთერში. Biznesmen Beso ხარძიანის ტრაგიკულ ამბავზე ერთი კონკრეტული ფაქტიც კი ბევრ რამეს ამბობს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ამბავი თარიღები ფაქტები აბსოლუტური სიზუსტით ახსოვს სისტემის მსხვერპლის ოჯახს, მის ადვოკატს და არაფერი გია უდესიანის მხარეს. ადამიანისას, რომელმაც წამების გზით Beso ხარძიანის ბიზნეს წილები მითვისა და რომელსაც ოჯახი ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის ავტორად ასახელებს. Ямаყი ვარ, დავაწეული ბზი ვარ ამ სკამზე, ამ სავარძელში და მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი. სიმართლე ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეში მძიმეა, კიდევ უფრო მძიმეა მისი წამებისა და ქონების ჩამორთმევის დეტალები. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უმცროსი ხარძიანი დღეს დეტალურად იხსენებდა, როგორ იწყებს წინა ხელისუფლება. ვარდების რევოლუციიდან 3 წლის შემდეგ ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით მის ბიზნესმენ მამაზე ზეწოლას. პროცესი 2011 წელს გამოგონილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხარძიანის დაკავებით გრძელდება. შემდეგ იყო გლდანის მერვე დაწესებულებაში ბიზნესმენის უმოწყალო და მრავალჯერადი წამება კუსტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით. მოკლული ხარძიანის ვაჟი ამბობს, რომ მამამისი ყოფილი პარტნიორის გია უდესიანის პირადი პატიმარი იყო და რომ ბიზნესმენის წამებასა და რეკეტში მთელი სისტემა მონაწილეობდა. რა უნდა ეხა Beso ხარძიანს ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდა მის კაბინეტში Beso ხარძიანს არ ვიცი, მაგრამ ეს დაიბარეს და განუცხადა პირდაპირ რომ უნდა გადაიხადო თანხა. ეს თანხა დაუსახელა 5 მილიონი დოლარი იყო. ეს თანხა გადაიხადა ინგლისური კომპანიის მეშვეობით. იძულებული გახდა რომ კუსტბა ჩაედო ამ კომპანიაში. შემდეგ უკვე 2011 წლის 16 ფებრუარს მამაჩემს აჩერებენ ვარაზის ხევში, გადმოაგდეს მანქანიდან. პირველად როცა წყალში გარეული ეგრეთ წოდებული ნომერი გავიგეთ, ეს იყო ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება, ჩაასხეს პირში, მოკლედ იძულებით მეორე მცდელობით უკვე ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს ეს ნარკოტიკული საშუალება. დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მოგიხსენებათ, ზედმეტ სახელად კილერა დაავალეს ამ პატიმრებს Beso ხარძიანის ასე ვთქვათ წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა. წავიდა უკვე ზეწოლა Beso ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, მაშინ როდესაც ეძინა თუ ეღვიძა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჰქონდა ინფორმაცია რომ ამ პატიმრებისგან რომ თუ არ გადააფორმებ Beso ამ წილებს, დაგვემუქნენ გაუპატიურებით. იჯდა პირველ კორპუსში და ასე ვთქვათ დეპენკამდე, რაც ადმინისტრაციულ შენობას იქამდე უნდა ერბინა და დაახლოებით, რა ვიცი, რამდენი კაცის იჯდა 3000 კაცი მოწმედ გაიხადა, რომ იყო Beso ხარძიანი, იყო კუსტბის მესაკუთრე, მას უპირებდნენ მოკლას და თავის ოჯახს, ასე ვთქვათ, უთვლიდა მოკითხვას. აი, ამ დონემდე მიიყვანეს კაცი. რამდენჯერმე შევხვდიო? რა მეკითხრათ საყურადღებო? ვერაფერს ვერ გვეტყო და მამაჩემი ხო ხა განახევრებული, გაჭაღარავებული, ეხსეც ჯაჭვები ქონდა მომული, ისე გამოყავდა. 40 დღე შემდეგ უკვე სამარტო საკანში წავდათ, მორგში წავთ ჩაყვანილი. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია. ერთი ღამე განათენები აქვს მორგში. უმცროსი ხარძიანის შემდეგ ზაზა გუგავას დრო დადგა. ის გია უდესიანის სიძია, სიძე, რომელსაც საზოგადოება უდესიანის მარჯვენა ხელად იცნობს. გუგავა ირწმუნება, რომ გახმაურებულ საქმეზე ფაქტების გახსენება პატიმრობის გამო უჭირს. ხშირად იყენებს ფრაზას არ ვიცი და მეტიც ამბობს, რომ ჭორია საუბარი იმის შესახებ, თითქოს ხარძიანს ციხეში უდესიანის დავალებით აწამებდნენ. ცნობილია თუ არა, რომ კუსტბის წილები ბესარიონ ხარძიანს თქვენი ოჯახის წევრმა გიორგი უდესიანმა ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებაში წამების გზით დაათმობინა.
არა, ჩემთვის ცნობილი არ არის. ვარცდები ბესარიონ ხარძიანის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ მას და სთხოვეს, რომ შეესყიდა შუამდგომლო უკრაინელ პარტნიორებთან დარჩენილი წილებით შეესყიდა. თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ გიორგი უდესიანის დავალებით გლდანის დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანს სისტემატურად აწამებდნენ და სთხოვდნენ კუსტვის წილების გიორგი უდესიანზე გადაფორმებას. არა, ჩემთვის არ არის ცნობილი. იმდენი დრო არის გასული თან, მე პენდენციურ სამსახურში ვზივარ და აქ ადამიანს როგორც ისა აქ მეტყველება დავიწროებული და ისა ისი აქ აზროვნებაც, ისი აქ ისა მახსოვრობაც. ესე იგი, ბადნოზაზა, თქვენ თუ სამჯერადი კვება გაქვთ მათ შორის ხორცის რაციონით. თქვენ თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ. თქვენ თუ საკანში 18 კვადრატულ მეტრში 4 პატიმარი ხართ ჯამში. თუ 9 საათი ხართ ჰაერზე. ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნებს კითხულობთ და უმაღლეს განათლების მქონე პირი ხართ. რომელი მახსოვრობის დაქვეითებაზე და დაბლაგვებაზე მესაუბრებით, ხო არ იცით? რაც საპატიმროში ხართ, თქვენთვის შეურაცხყოფა ვინმეს მოუყენებია? უცემი ხართ წიხლებით? არა. უწამები ხართ? არა. ხო, ბესარიონ ხარძიანმა ყველაფერი ეს განიცადა. ფაქტებისა და მნიშვნელოვანი ამბების გახსენება დღეს გაუჭირდა ადვოკატ დავით კვაჭანტირაძესაც, რომელიც ნაწამებ პატიმარ ხარძიანთან გლდანის ციხეში გია უდესიანის დავალებით უქმედათანაც სადღესასწაულო დღეს მინდობილობის გასაფორმებლად, ანუ კუსტბის წილების, იძულებით დათმობის, თანხმობის მოსაპოვებლად შედის. ადვოკატი ირწმუნებოდა იმასაც, რომ არ ახსოვს ვინ დაწერა წერილი, რომელიც ბესო ხარძიანთან შეხვედრის შემდეგ მან ოჯახს გადასცა, თავად თუ პატიმარმა. მითხრეს, რომ მეწილე ამ კომპანიის ბატონი ბესო ხარძიანი იყო საპატიმროში და მას სურდა მინდობილობის წილის გასხვისება და ამასთან დაკავშირებით მინდობილობის გაცემა. გადაეცით თუ არა ხარძიანს რაიმე დანაბარები უდესიანისგან? სავარაუდოდ, როგორც მახსოვს, იყო წილის გასხვისების რაღაც კონკრეტულ პირობებზე საუბარი. ჩემი წარმოდგენით მე ვიყავი ბესიკ ხარძიანის ადვოკატი. მე რომ თქვათ გამეაზრებინა საწყის ეტაპზე სიმძიმე, ხო, რა თქმა უნდა, მე უარს ვიტყოდი. მიდიხართ ასეთი ხელისუფლების პირობებში სისხლის სამართლის ადვოკატი ციხეში, ხვდებით პატიმარს და ესაუბრებით ისეთი წილის გადაცემაზე, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარი ღირს. ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ რაღაცა სიბინძურესთან გქონდათ საქმე? კალკუნთია, მე იმ ხარისხით რომ შემბაროდა ეჭვი, ასე ვთქვათ, აუცილებლად უარს ვიტყოდი. მრავალგზის ნაწამები, ფუქსში ნამყოფი, კარანტინის დაშლაში ნამყოფი ნაცემი, ნაწამები პატიმრის პირისპირ, მეორედ უკვე უკანონოდ მოგახვედრეს ციხეში. აი ეხლა აქ გავაგრძელოთ და რა უთხარით და რა გიპასუხათ? აი კონკრეტულად არ მახსოვს, საუბარი იყო აი ამ მინდობილობაზე ისევ. იცით რომ მერვე საპრობილე იყო სასაკლაო. ეჭვი არ გაგიჩნდათ კლიენტის ინტერესი სად დაინახეთ? აქ გულწრფელი ხართ რომ ამბობთ კლიენტის ინტერესზე თუ შეკრული იყავით მხარეს არაუფლებამოსილი პირი გეუბნებათ რომ შეგიშვებენ ბზობა დღეს. ციხეში სადაც არავის არ უშვებენ. რაზე მელაპარაკებით? შეხვდით ბესო ხარძიანს, რამ ეწერა იმ წერილში, რომელიც თქვენ იქიდან გამოიტანეთ? არ ვიცი, მე არ წამიკითხავს. თქვენ შეადგინეთ ეს წერილი თუ პატიმარმა შეადგინა? არ მახსოვს. უნდა გაიხსენოთ. არ მახსოვს. ჩვენ არ კვაჭანტირაძეს ტყუილში კომისიის ამავე სხდომაზე ბესო ხარძიანის ადვოკატი ლამარა კობალაძე ამხელს, რომელიც ამბობს, რომ პატიმარს ციხიდან გათავისუფლებას წილების დათმობის სანაცვლოდ სწორედ კვაჭანტირაძე პირდებოდა. კობალაძის მონათხრობში ფიგურირებს დათა ახალაია. მას საკანში მიუჩინეს, ანუ ჩასვეს მასთან ერთად ვინმე ოლეგ რამიშვილი, რომელმაც შესვლისთანავე დაიწყო ბესოს მიმართ ძალადობა, მას აღვიძებდა მძინარეს, იყო შემთხვევა რომ თავში ბოთლი ჩაარტყა მძინარეს. იყო ერთი დღე, როცა საკნიდან გაიყვანეს ოლეგ რამიშვილი და იგი დაბრუნდა გაფრთხილებულიო, ბრძანებდა ბესო ხარძიანი და მითხრაო, რომ ის იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც იყვნენ დათა ახალაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ძმა, აი ასეა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებული და სოსო თოფურიძე. ყველასთან დასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა გიორგი უდესიანს, რომელიც იყო ბესარიონ ხარძიანის პარტნიორი და იკითხა, რომ წილები გადაფორმდა. როგორც ჩანს,
პასუხი უარყოფითი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, რომ ბესარიონ ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, რომ წილები გადააფორმოს და თუ საჭირო გახდება, ისე უნდა ეცემათ, რომ გონება დაეკარგათ და გაეუპატიურებინათ. ხარძიანების ოჯახმა 2012 წლის შემდეგ ბიზნეს წილები ნაწილობრივ დაიბრუნა. გიაუდესიანი მხოლოდ წამებისა და ბიზნეს რეკეტის საქმეში არ ფიგურირებს. ოჯახი მას ბესო ხარძიანის შეკვეთილი მკვლელობის ავტორადაც ასახელებს. ბიზნესმენი 2015 წელს საკუთარ სახლთან დაქირავებულმა კილერმა მოკლა. კომისიის ხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება ჟურნალისტებთან კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გააკეთა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ზაზა გუგავასა და დავით კვაჭანტირაძის მიერ კომისიისთვის მიცემულ ახსნა განმარტებაზე და დაუშვა შესაძლებლობა იმის, რომ მათ ახსნა განმარტებაზე შესაძლებელია დამატებით იმსჯელოს კომისიამ, რადგან მათ აქვთ ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულმა ორმა ადამიანმა კომისიას დღეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუმალა. გიორგი უდესიანის დაკვეთით ხდებოდა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გამოყენება იმისათვის, რომ პირველი ბესარიონ ხარძიანი მოხვედრილიყო ციხეში, მეორე რომ ის ყოფილიყო წამებული და ის მრავალგზის აწამეს გლდანის დაწესებულებაში, ნომერ მერვე დაწესებულებაში და შედეგი დამდგარიყო ის, რაც სურდა გიორგი უდესიანს. დღეს ცალსახად გამოიკვეთა, რომ ბესო ხარძიანის ბიზნესმენის უბედურება დაიწყო იმ დღიდან 2006 წელს, როდესაც მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ის მიიწვია თავისთან კაბინეტში და სთხოვა, დაავალა თუ მოსთხოვა, რომ გადაეხადა უკანონოდ 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა და ეს არის ის დღე, როდესაც დაიწყო ხარძიანზე ზეწოლა და დასრულდა მისი ციხეში უბედურებით და შემდეგ უკვე თავისუფლებაზე მკვლელობით. ბესო ხარძიანის საქმე იყო პირველი საქმე, რომელზეც საგამოძიებო კომისიამ შინაარსობრივად იმსჯელა დღეს. ეს კი საგამოძიებო კომისია გახლავთ, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2003-12 წლამდე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულები. მადლობა.